შეგვიძლია მუსიკა ჩართოთ და გვიხილავთ ის მიშა Хлопец, вижу, радость из капсулы, то вернусь. Кино ресторан, მე ეს რაორი თნოლი ვარ, ვფიქრობდი, რაორი თნოლი ჩემი. 6 თნოლი მქონდა დადებული საქართველოს მოგება, რა ბილეთი გამიფუჭეს ჩემი, აი. რაის 2 თნოლი. გერმანიაში თუნდე 20,000 კათხა ითვლება დაკარგულად. ეს პორტუგალიური პორტუგალელები შესულა და რუსთავა და ქაჭამდე ჭიქებს. 20,000 კათხა არის დაკარგული, რა ეგეთი ამბავია. ძალიან მაგარია. ხო, კრისტიან მოფლე ძალიან ცუდად. ეს რო დამთავრებულა ეს რამე როგორც ხუთ კულორებში ყვებიან. იქით გასულა იმაში გასახდელში და დაცვა სიგარეტის თხოვა. ძალიან ცუდად იყო, ძალიან და მე წამოაწვინეს თუნდე და სოფელში წამიყვანე თუ იქ პატარა სტადიონთან და იქ მაინც გავიტანო გოლს ძალიან ცუდად ესო ჩემი პენსია ყველას დაურიგეთ და რაღაც ძალიან ცუდად იყო და თავში გლავდა სიგარეტი გამოსტაცა ჩვენმა ხელიდან მე რაბი შესულა ეს სოფაში და ის უმღერა Ora გადავუხარ, მაგრამ პეშკურუშუა პეშკე, პეშკეტილია, კეთილია საერთაშორისო სიტყვა ყოლითარ. აი ესეთი ამბები მე არ ვიცი, არაფერი კარგად იყვნენ ჩემი. მე არ ვიცი შემე. მე რო დავაკვირდი, აი ეს ქართული გულშემატკივრების შეძახილები და რაღაცეები, არის თქვენთან როგორ არის ყველა თქვენ თავში ჩაიხედეთ. აი ქართველების გულშემატკივრობა ძალიან გავს ჩემი ქორწილის პირველ ღამეს. მაშინაც ეგეთი ამბავი იყო ზუსტად. მიდი ბოლომდე. მიდი. უბრალოდ შენია. ეგეთი ამბავი იყო. რას ვიკეთებ? გოგოგეთი. ძალიან გავსი ამბავი. კაროჩე, მე რო დავაკვირდი გუშინ თამაშის პერიოდში, ესე იგი იმდენი ფოტო დაიდო ამ კვარაცხელიას უეფადებდა Facebook-ზე, რომ ცოტა ხანში ველოდებოდი, რომ მეთქი ნუდებსაც დადებდა. კიტლიკანა ფოტოები. რატო რა კალაძეს თუ აქ რა კვარაცხელი არ იქნება. ეთქო ფინალში დადებენ მაგებს. ველოდებით რა. თურქებზე ვარ მაგარი ოჯახური თქვენ არ ვიცი რას ფიქრობთ, მაგრამ ლახათ ლუხუმის ფასი ნახეთ ბოლოს. როგორ გააძრეს. აი ჩაი არის, აი როგორ გიყვებოდი. ის სამი გოლი არ იყო გამეგე და თან ისა მე რომ მევასება თხილებით რომ ქოქოსი მაინც და მაინც ეგ არის გაძრებული 20 ლარი მივეცი 200 გრამში მაგის დედაური ის მოგების ამბავი ახლა მე ვისაც ვკითხე არის ვინც არიან ეს ექსპერტები რეალურად თუნდე რა მოხდა რეალურად ის სამი გოლი რო ჩვენთვის თურქებს არ გაეტანა ჩვენ შანსი არ იყო წაგვიგო ეგრეთ ქვეტიბება და გავაუფებინებთ რა მაგაც მახლობელი გააძრო UEFA-ში და ნუ კაროჩი მიდის ბაზარიო მაგაზეო რავი ახლა კოვიდის ჯარიმები გავაუფებინებთ ერთი თამაში გავუხმო რა პრობლემაა და ვიზავთ მაგასაც რა არ გაგვიჭირდება ჩემი მიზნით აი ერთი ისე ძალიან მაგარი იყო ეს კოლექტიური ყურების დროს ხომე რეაქცია თითო ვიღაცა უცნაური გულშემატკივარი აი ყველას გიყოლებათ ნანახი მე ერთი დამა მახსოვდა ეს თურქმა იმან მესამე ცარიელ კარში რო შევიგდო ვინ იყო ეცა მუჰამედ აქტურ გუგურუ აი ეს მესამე რო შეადორქი წამოხდა ეგი რა მეკნა ბიჭო ამან ის კუდაისე ეგი რა მეკნა ბიჭო ახლა რა მიქნეს პირად შეურაცხყოფოთ მიიღო რა და მე მაგერ მოგლა ეგი არ შევხვდეს ბიჭო სასალ ქუთაისში თორე ვერ გამოვყავებ ხელიდან უცებ ფიქრობდი რომ აი მუჰამედ აქტურ გუგურუ სადუნა შეხვდეს ქუთაისში ამის გაპრაზებული ისა ყველაფერი ხდება რა ვიცი აი და უცებ მუჰამედ აქტურ გუგურუ რო ხდება ამ ტიპს ვიკენდია საკაბაბეში ხო შეიძლება თურქებს ხო ევასებოდა კაბაბი და დიალოგი იქნება რა ეს რა შენ მუჰამედი არა ახლა ჩემი ძმა აქტურ გუგურუ მუჰამედი ხო მისმინა მუჰუ შენ რატო ჩამოდი აქ დავჩა გასატანი კიდე რა მესამე კარში
რაღაცა დიალოგი. აი ბიზია ზაი მე გიგაბატი მაგოს მაგრამ ქუთაისი არ გაბატი რაღაცა ბაზარი იქნება მოკლედ. ბიჭო მე რას ფიქრობ იცი ხა არ ვიცი ჩემი ვერსია ეს პორტუგალიელები ხო არ არიან შეკრულები მთავრობასთან. და სპეციალურად ხო არ წააგეს თამაში რომ ეს მიტინგების ყურადღება გადაეტანათ. არ ვიცი იმიტომ რომ ხო ხდები რაღაცა უცნაური წაგება 2-0 ამ ხელა გუნდი. იმიტომ მეც მაყანყალებს ბოლო მიტინგზე რომ გლიჯესის კანონი ვერავარ კარგად 50-იანი და რაღაცა კანონი 50-იანი არ ვიცი ის მოხდა მაინც. მაკაცი დაზარალდა სერიოზულად რომ მიიყვანეს იმაში კლინიკაში 2 რეზინისტია და 3 სპეცრაზმელი გამოუღეს ტრაკიდან. ეს მესამეს გამოყვანა განსაკუთრებით გაჭირდა ბიჭო დიდი ტიპი იყო და არ გამოდიოდა აბუზარი რაღაცა გაჭედა იქ ხეჯოხი მე რა გავიცანი და არ არიან ცუდი ტიპები და აი ეს იგი ბიჭო პროსტა სამსახურის სპორტში გიყავდით თუ რა პრობლემა უნდა ქონდეს თუ ახალ ძმახარო და ჩავეხუდეთ მე რაღაც იქ უფრო გაშავის ის გაიჩიტა მე შეუნაძის პერიოდის ის რო არის პოლიტიკოსი რა ქვია ჩემ ეხლაც არის მთავრობაში ჯეკი ჩანის თოლები რო გიავოსკი ეგ გაიჩიტა ჩამეხუდა ბიჭო ჩემი ბავშვობა ხარო რას ამბობო მაგარიც რაღაც ეგეთ ფონდები ხო ხო და რაღაც ეგ ამბობი მე იცი რას ვფიქრობ რა ხდება ეს ყველაფერი გლობალურ ამბავში პოლიტიკურად რო განვიხილოთ მე როგორც გავიგე ეხლა მიდის ტვინების ჩანაცვლება რა ანუ ეს რაღაც 90-იანების კომუნისტური რაღაც ტვინები უნდა ჩანაცვლოთ ლიბერალური ტვინებით რა ანუ უფრო კაი ტვინებით ბიძაჩემის კაროჩი ძალიან ახლობელი არის მასონი რა უნდა საფინკლეში გავიჩიდეთ იმას ერთხელ ბავშვები რაღაცებს და ეგეთი რაღაცა ხდება ანუ 90-იანებში გავშალ გაჩენილი ტვინები აღარ ვარ რაღაცებს აი ვეღარ ეგუება ანუ ამ სიახლეების ძალიან პრობლემატური ანუ მეც 90-იანების ისავა რეალურად თავობა და მეც ვაყოფ რომ ვერ არის ახლა ტვინების დაშლებში ვერ ივი მაგრამ აი თუ პოლიტიკა ჯობია ამოიღო და პირდაპირ ახალი ტვინი ჩადგა რა და აი განსაკუთრებით რაღაც სნეულებები ალბათ სნეულება რომელსაც არაფერი არ შველის აი მაგალითად არაფერი არ შველის პირველი ხელფასის ბოზებში დახარჯვას მეც ეგრე ვარ პირველი ხელფასის სამყაროში ბოზები ცოტა ახლა სექსისტურია ანუ ჩემი ინკამის sex medical outcome-ი გავაკეთე საუნის team building-ში რა აი ესე ვთქვა თან რაღაცები დავაპატიჟე მან საინტერესო რომ დამთავრდა ეს საუნის team building-ი გამოვიდი და ერთ-ერთი sex მუშაკი წერდა რაღაცეებს და ვეკითხები მეთქი რა წერდა და ისა რაღაცა მე დღიურს წერო მე რაღაცა ციგნიე დოგვრდით მეთქი ვაკითხო ყარებია რაღაცა და ხო მე ვეკითხე მეთქი აქ რატომ მუშაობ თქო და სასწავლებლად ფულს ვაგროვებ და წასვლამდე ევროპაშიო რა. ეს რომ იპასუხა ერთ-ერთი შემთხვევა, რომ საკუთარ თავს ვკითხე, რომ მეთქი ახლა ვინ არის ბოზი, ეს თუ მე? პასუხი ვიცოდი ვისკენ ციხრებოდა, მაგრამ გითხავს აი ეს ეგზისტენციალური კრიზისი გამოიწვია ჩემში რა. თან მაშინ ვისთვის უნდა მეკითხა, რა შობლები რას მეტყოდი რა. არა შვილო შენ არ ახარ ბოზი. თან მაშინ ეს ChatGPT და ინტელექტუალური რა ქვია, ეს ხელოვნური ინტელექტის ამბები ხო არისო, ეხლა რა ჩაწერ და ყველაფერს პასუხობს. აი ახლა მასინად მე ცოტა შეშინებულია როგე მაგამ ბავში. ძალიან ის არის რაღაცა ჭკვიანია უკვე ბავში. შევედი ამასინად რაღაცა ფეხსაცმელი მომეწონა მაღაზიაში. თქვენ თუ დაკვირები ხართ. შევედი, არ მიყიდია, დავდე, გამოვედი და სახში რომ მივედი, იგივე ფეხსაცმლის რეკლამა დახვდა სახში მოსული მეილზე. მეთქი ხო არ მithვალთვალები რაღაც უცნაური ამბავია. თუმცა კი ეგ ხელოვნური ინტელექტის ამბავი ადრეც მუშაობდა. აი მაგალითად დედაჩემი როცა ახალგაზრდა იყო, სანათესაო სუფრაზე ერთ კაცს გაუღიმა. და მეორე დღეს იმ კაცმა სახში მოაკითხა. მანდაც ხელოვნური ინტელექტია ხო ჩავხდება. და მე გავჩნდი მე. ეგეთი ამბავი. თუმცა ჩემი ჯენზობა ეხლანდელ ჯენზისგან ძალიან განსხვავდებოდა. აი მაგალითად ხევანდელ ჯენზი შეიძლება არ მოწონდეს ინტერნეტის სიჩქარე ან DJ სადმე ან რაღაცა სასწავლებლებს ადარებდეს ხო ერთმანეთს და მე ამოწოდა მაშინ ირანული მარგარინის გემო. და კიდე ტუალეტში რო სუქში მიცოდე. თქვენთან არისო ეგ? ელექტროინტერნეტ დაზოგის მიზნით. ჩააქრობდნენ და მიდი აზრი არა კარგად მითებდა. ხო თან მაშინ ინგლისურად სხვანაირად გვესმოდა. თქვენ თუ გახსოვთ, ჩვენი ინგლისური მაშინ როგორი იყო? აი რაღაც ინგლისური სიმღერები რო შემოდიოდა, ჩვენ უბრალოდ ვთარგმნიდით. აი ვერდეგეთ სიმღერა მაგალითად ვიღაც რეპერი Snow, რომელიც ესე მღეროდა რაღაცა Informer, inasodem snomia kubleya, aleke bambam down, და ჩვენ ვღეროდით ესე Informer, ან მე და კალმსტარიდეა, ალიკა ბომბასთეას. ისე გვესმოდა. კიდე იყო ერთ საბრინა ეგეთ მომღერალი, თუ გასვოთ იძუზები რო ქონდა, აუში რო ცეკვავდა. ესეც სიმღერა ქონდა.
Boys, 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 I'm looking for a good time. Boys, 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 get ready for my love. Ჩვენ ვეროთ ესე. Boys, 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 Sabrina prostitutka. Boys, 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 I Jackson Pidaras. Jacksoni სათიკო ჩასული, რატო იყო ჩასული? ოდეში და დედაფულა მოკლული მაშინ თაობას. წამძიმე ამბავი იყო. ხო, ჟანრობრივად მუსიკას ესე ქონდა ნათავი ნახე, როგორ იყო როკები, ჯაგაჯუგები, ჩქარები, მედლენები და სურამელაშვილები. Ну, როკები იყო, ხო, როკ მუსიკა იყო, როკი, ჯაგაჯუგები, მეტალი, ჩქარები, ელექტრონული მუსიკა, მედლენები იყო ის რაღაცა Break My Heart, Toni Braxton და სურამელაშვილები, ну, გია სურამელაშვილი. და მედლენები როცა ერთებოდა ხოლმე ეს Toni Braxton და რაღაცა, აი ბანკეტი რო ქონდა სკოლის. რა ხდებოდა იცით? ეს გოგო და ბიჭები კირცევდით ახლოს, გოგოს ჩემს ხრებზე ედო ხელი, მე მის წელზე, მაგრამ დისტანცია ქონდა რა. აი ეს ახლოს ვერ მიხვიდოდი, ანუ თუ ახლოს მივიწევდი, ეს იმას ნიშნავდა, რომ სექსი მინდოდა და ცოლად მომხდარდა. ესე გესმოდა მაშინ რა ვიცი. ერთი ბიჭი იყო ჩემი კლასელი, იმას მოკლე კლავები ქონდა. სულ შურდა იმის, ეს უახავდა გოგო. სულ ახავდა გოგო და მე გზელკლავიანი, ახლა გზელკლავი. პარიყო რა, მე რა ვიცი რა ქნიდი. კიდევ რა განსხვავებები რა შემიძლია თქვა რომ ანუ რა უნდა დავაფასოთ რა კიდე იყო აი როგორი ამბები იცი მაგალითად ფილმებში ჩვენი ისინი მქონდა ფრაზები თუ გახსოვთ აი მაგალითად ჩვენი თავგანები მქონდა კინოს შემთხვევაში კომედიას ვეძახდით ხოხმებს რაღაცა ძაბ სიუჟეტიან ექშენ მუვის ერქვა ტრახები თუ ბაევიკი დრამა მელოდრამას ერქვა ჟიზნენი პორნოგრაფია იყო პორნუხები და ეროტიკა იყო სექსები. უბრალოდ პორნოგრაფია რატო არ იყო სექსები, მაგდონეზე აღარ მიყურებია. ეგ რა იყო და თან ამ პორნოგრაფიას ხომ ძირითადად ჯგუფურად უყურებით რა უბანში. ყველა ერთად. ერთ-ერთი დისკომფორტი ის იყო რომ მაგდროს ტუალეტში ვერ გახვითოდი რომ მეგობრებოდა. უბრალოდ ბუნებრივი მოთხოვნების გამო ვერ მეგობრებოდა. ზუსტად იცოდი რა სიფიქრებდნენ შენზე მთელი უბანი. ამიტომ ვიტმედი. მე იყო ხომ უბანში ვიღაც ეფდებოდა ეგ. ბიჭო გიორგას ახალი პორნოკასტა დაუთრევი ავადკეთ დღეს და რო გითხავდი აი რაზეა ფილმი ხო უცე შეჭება ეგ იყო მოკლე შინაარსი ძალიან საინტერესო ამბავი იყო კამათის ხელოვნება სხვადასხვა ძალიან დახვეწილი იყო მაშინ ეხლა რაღაცა მოლაპარაკების მაგიდა და რაღაცა არა მოკლედ იყო დამტკიცება გინდოდა რაღაცა სიტყოდი იმის დედა შევიც თუ ეგრე არ იყოს შეგეწინააღმდეგებოდა ჩემი დედა შევიც და შევ დამთავრებული იყო არ გინდოდა ბევრი არაფერი მოგარებული იყო მაგალითად სხვადასხვა თუ გახსოვთ ძალიან კარგად მუშაობდა უბნის სადადასახადო ინსპექცია. აი შეხვდებოდა ქუჩაში ვიღას, უბანში გეტყოდა. ხუდება, არა, აბა ახტებოდი ხუდის ხმარ იყო ფინანსური ინსპექტორობა ჩატარებულად ითვლებოდა. მიდიოდი საფში. ეხლა დეკლარაციებს ავსებს ხალხი. რას ლაპარაკობთ? ხო, კიდე საინტერესო ამბავი იყო მაგ პერიოდში მშობლებს ჰქონდათ განსაკუთრებულად გამძაფრებული ზრუნვა. და მაგ ზრუნველობა ბიჭებსა და გოგოებზე თუ დააგვიდით განსხვავებული გავლენები მოახდინა. აი ქალებში მე ვინც ოჯახები შექმნეს განძაფრა ეს დედობრივი ზრუნვა და ბიჭებში რაღაცა ჩამორჩენა გააკეთა, ტვინი ვერ დაეწია სხეულს. აი ქალების შემთხვევაში ერთხელ მქონდა ესეთი შემთხვევა. თანამშრომელი გავიყოლეს სახში, ურეკავს ტელეფონი. ესე ელაპარაკება. ხო, ეხლა სახში. ხო. კაი, მოვალ, წამისეცნი. კაი. და იმშვიდება. და ბუნებრივად ვეკითხე მეთქი რამ ხელაა თქო შენი შვილი თქო და არა შვილი არ არის. ქმარია. თოთო ქმარი ყავს თუ რა იყო. ეს რატო იღებდა? მე ნახე ეს პარჩოები დასტური ტიპი იყო. ბიჭო მე ვფიქრობ მე სექსი როგორი აქვს. აბა სექსი როსაც ეცი ვინა განძინე. რამე და ვიკა და ფოსვიაზე. აღაც ალბათ ეგეთი ემო და ბოლოს ალბათ ორგაზმის მერე ამას უკეთებს. ვინა ბიჭო. ასე თუ სამი. ბიჭებს სხვანაირად წავიდე იქ სახე ერთხელ სადღაც რეგიონში გავჩერდით ტუალეტს ვეძებდი და ვიპოვე რა აი როგორი ტუალეტი იყო ეს მეორე მსოფლიო ომის მერე რომ ბომბი მოხდა იმის მერე არავიშენებიათ და რო შევედი ნუ აი ბოლომდე ვერ შევხედოდი იქ ძალიან საშინელებაა აი უნდა დაგემიზნებინა რა და დაუმიზნე და უცებ ვიღაცა მხარზე მოეფერე და სულათი შეიძლება ძმა ბიჭო მეთქი ესეთ გავართან და რა მოძმა ან თუ დამაცდი ან თუ დამიჭერ რა სულათი არა
ზოგადად პრობლემა არ არის, გაგიცდი. და კი გავიდო, ასე დადგა. მე მე თვალებში არ მიყურებდა დიდი. დადგა გამელოდა, მე დავასრულე ეს ამბავი, მოკეცილი ხომ გადავიდო ცნობი, წავიდა. სპასიბა ზღარაფერზე მომათავარ თუ რამე დაგჭირდეს. ასე თუ ცნობები. მსგავსი შემთხვევა და მაშინ რა ქვია, ეკლესიაში ერთხელ. ბავშვი მონასტრით რაღაცა და ვილოცო და პიჯვარი უნდა გადავიძრა და ჰოპ, ხელი მტაცა ვიღაცა. ეს უკავი ვარ. დიახ, ისმეთ, სურათი თუ შეიძლება. და კუცი რომ დაიწყოს, მე თუ ბოდიში სურათს გადავიღებ და მოვა, გადავიღებ, ეს დაუბრუნდი, დავასრულე. სხვათა შორის, ეხლა რაღაცები კი იცვლება, სულ სწრაფობა არის კიდე ერთ-ერთი უცნობა, რაც მე მჭირს. ამასინა ცოტა ცუდად ვიყავი, მე რაღაცა მაინც გასასვლელი ვიყავი. გარეთ ვენაში გავიგე და პირდაპირ C ვიტამინი. და მერე დაურეკე ექიმს. იმის ნაცვლად ჯერ და მერე და ვეკითხებით, გავაჭროთ, გავგადოთ ვიწრო, შეიძლება ვენაში პირდაპირ C ვიტამინის გაკეთება? არა, მიშა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მეუბნები. ხო არა, მე გავიკეთე უკვე. თუ გაიკეთე, კი ბატონო. და ვამშვიდობო. ხარი, რა იფიქრა ეხლა იმან? ვერ არის ეს ანაც, რა ვიცი, მე კაიფება. არის ხოლმე კიდე აი როგორი უცნაურობა კიდე იცი? არასთქმა რო გვიჭირს. აი ორი სხვა შეუძლია. მე ერთი პერიოდი ცხოვრობდი ისეთ სახლში, სადაც მღვდელიც ცხოვრობდა. ამ მღვდელს ყოველდღე ურეკავდა ვიღაც სულიერი შვილი და ჩვეულებრივ მის ნერვებს ცდიდა რა. აი ეს კაცი აიღებდა, ალო, ის იგიდა. დამოცემ, დალოძვილი ხარში. დამოცემ, დალოძვილი ხარში. დამოცემ, დალოძვილი ხარში. დალოძვილი ხარში. დადებდა. აი ეს ყოველდღე. იდა და დალოძვილი ხარში, დალოძვილი ხარში, დალოძვილი და მანდ სულ ნატურალობდნენ კი ამ გდოლის ადგილას იყოს გრიშაონიანი. მაგრამ თუ პასუხებდა რა, ოჩკე დაგლოცე და ხვაკი ხმარ შედედა რაღაცა ეგეთი ექნებოდა. გამწარებდა ეს ყოველდღე. პარამეტრების ცხოვრებას სულ დავაკვირდე, ბევრი რაღაცები შეიცვალა, აი მაგალითად ყველაფერი ჩქარა, სწრაფად გიდა ადამიანს, თუმცა კი აი ეგეც უცნაურობა არის, მაგრამ მე ხშირად დავდივარ ხოლმე საჭმლით თან და ერთხელ ესეთი რაღაც მოხდა, რომ აი საჭმელი და რაღაცა ჩანგალი და რაღაც საჭესთან ჭამდი და ამერია უცებ. და დავატყი ვიღაცას და გადმოხვდი და ხელში მიჭირავს ჩანგალი, აქეთ კონტეინერი საჭმლის და ისეთი მიყურებს. ცოტა ხანში მისვნა, შენ ახარდო და მიდის და ბიჭო, მეთქი სად მიდიხარ, ისა დაზღვეული ყავს შენ საგინაზღაურები. არა ძმაო, რას ლაპარაკობ, ტელევიზიაკეთ გიყურე და წავიდა. ანუ ავარიაზე დამპატიჟა ტიპი. აპატიჟება ცროუცნაური ესე დაპატიჟება იყო ხო. თუმცა კი რაღაცა უცნაურობები არის, იცი, აი დღევანდელს მაინც ვერ არის თითქოს სიმშვიდე ბოლომდე. აი ხო ორშაბათიდან პარასკევამდე და მუშაობ ფიქრობ კვირას მერე კიდე რაღაც საქმე, მერე ისე, მერე დალევა, მერე ისა, მერე საერთი იხილები, მერე ხათება ფიქრობ, რომ თავი ხო მოვიკლა რა დღის ეს უაზრობა და მაგას რო ფიქრობ, იქვე გენძრევა, როგორ მოვიკლა თავი, ანუ ახალი პრობლემა ჩდება. და ვერსიები რა მაქვს მე ერთი. აი მიდან გადმოხდე, საწამლავი დავლიო თუ ქართულ საინფორმაციოებს უყურო. აი მიდან ვერ გადმოხდე პიროზე ცხოვრობ. მოწამლა ძველმოდურია თავის საინფორმაციოების ყურებე პირდაპირ არკლავს. 1-3-4 უნდა გადაავა, ბოლო მე რეკლიჯავს ხო. ხო და როც გააკეთო, აი როდის უნდა მოიგლა, ორშაბათი და პარასკევი მუშაობ, შაბათი კვირა დასვენება გინდა, კაი კვირას მოიგლა, კვირას მანქანა რაღაც გასაკეთებელი, ვერ იგლა, რა თანამედროვე ცხოვრება შეტაკეთ თავს ვერ იგლა. აი რა უნდა ქნა. ხო და რაღაცა მაინც მე მგონია რომ ადამიანი დღეს მაინც ვერ არის ბოლომდე აი კმაყოფილია. მეტი გინდა. მაგის ნათელი მაგალითი არის ჩემი მეზობელი ლოთინოდა რა, რომელსაც 5 ლარს რუაჩოქებს, მეორე დღეს 10 ლარს გთხოვს და პუტინი. რამდენი მიწა მაგ დედა და კიდე ჩვენი მიაქვს. რამდენი მიწა